ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა დაიწყო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ სერტიფიცირებამდე კანონმდებლებმა დრო საქართველოს საკითხის განხილვისთვისაც გამონახეს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ჯო ვილსონმა მეგობარი აქტი თავიდან წარადგინა. თავდაპირველად ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონგრესისთვის მაისში წარდგენილი აქტი სანქციების გაფართოებას გულისხმობდა და თუ აქამდე ამ აქტის მიხედვით ამერიკის სანქციები მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს უნდა შეხებოდა, ახლა აქ ნათქვამია, რომ ის ქართული ოცნების ყველა წევრსა და მათ ოჯახებსაც შეეხება. კონგრესმენები ამერიკის ხმას ეუბნებიან, რომ ამ ნაბიჯით ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას უწესებენ. მე და კონგრესმენ კოენს გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის. წინ აღუდგნენ ივანიშვილს, მილიარდერს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი. მათ არ მოусმინეს საკუთარი ხალხის თხოვნას, მოწოდებებს და ეს ძალიან სამწუხაროა. ძლიერ ვამაყობ პრეზიდენტ ბაიდენით, რომელმაც სანქციები დაუწესა ივანიშვილს, რაც სათანადო ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ უფრო შორს წასვლაა საჭირო. შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რომ დემოკრატიის თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. კონგრესმენები ამბობენ, რომ მეგობარი აქტი მხოლოდ სადამსჯელო ქმედებებს არ ითვალისწინებს და მას შემდეგ, რაც ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ურთიერთობების აღსადგენად და გასაუმჯობესებლად. მე და კონგრესმენი კოენი თავიდან წარუდგენთ მეგობარი აქტს, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ განმეორებით რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საქართველოს საკითხებზე ერთად მუშაობას. მეგობარი აქტი აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართული ხალხისადმი გვაქვს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად მუშაობთ სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე ქართული ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის. მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართულ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობა ახლა რესპუბლიკელებს აქვთ და ეს ასე გაგრძელდება სულ ცოტა მომდევნო 2 წლის განმავლობაში. სწორედ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონს ვკითხეთ, რას ფიქრობს ის ქართული ოცნების იმედებზე, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდში უკვე არიან ისეთი ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას 2020 წლიდან ითხოვს, ამიტომ ამაზე იმედების დამყარებას კონგრესმენი ვილსონი არავის ურჩევდა. მაიკ ვოლსი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, 2020 წელს ივანიშვილის სანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის სანქცირება იყო მოთხოვნილი. მაიკ ჯონსონი, მაიკ ვოლსი და მარკო რუბიო ყველანი მუშაობენ დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით მხარი დაუჭიროს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგენი არიან. კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ქართული ოცნების ქცევა და რუსეთთან მათი დაახლოება სრულიად ალოგიკური და გაუგებარია. ქართველებმა უბრალოდ გორისკენ უნდა გაიხედონ, რათა გაიგონ ვინაა პუტინი, რადგან პუტინი სტალინის მემკვიდრეა. მათ მთავრობას პუტინთან მიჯაჭვულობა სურს. ეს სტალინის სატელიტებთან შეთანხმებას გავს. ზოგჯერ პოლიტიკაში ვხედავთ ალიანსებს, რომლებიც სრულიად უაზროა. მეგობარი აქტის გარდა რამდენიმე დღეში დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენს, რომელსაც ქართული კოშმარის არახიერების აქტი ჰქვია და გულისხმობს იმას, რომ ამ აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში ამერიკის მთავრობა ლეგიტიმურად არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და შესაბამისად როგორც საქართველოს მთავრობას, ისე მის პრეზიდენტსა და პარლამენტს. მარია მუგრეხელიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.